ხალხისთვის მათ გადასარჩენად ფაქტიურად არ არსებობს ქადაგება, სადაც არ მოიყვანონ თუნდაც ერთი ციტატა ან პავლე მოციქულის ცხოვრებიდან, ან პეტრეს. გასმით ძვირფასებო და დღეს მე მინდა შევეხო ესეთ საკითხს, რომელიც ფაქტიურად ამ კვირაში უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ როგორც იცით, მართლმადიდებლები უფრო ძველი სტილით აღნიშნავენ, ამიტომ არის რომ ორჯერ ხდება რაღაცეები. კათოლიკებში უფრო ადრე იყო და ამ დღესასწაულს ეწოდება ძვირფასებო ფერიცვალება. არ ვიცი ხალხმა რამდენად იცის ამ დღესასწაულის შესახებ, თუ რა არის ფერიცვალება, რასთან არის დაკავშირებული, საიდან მოდის, იმაში მიმინოს არ იყოს, საიდან მოვიდა ეს პასტრადავშიო, ხო? ამიტომ მოდით ნახოთ ბიბლია რას ლაპარაკობს ამაზე, იმიტომ რომ იესო ქრისტე სერიოზულად ელაპარაკებოდა ხალხს, ძვირფასებო, რომ თქვენი გადმოცემები უფრო მნიშვნელოვანია და პირველ ადგილზე დგასო თქვენთვის, ვიდრე ღმერთის სიტყვა, იმიტომ რომ თქვენი ტრადიციებით გააუქმეთო წმინდა წერილი. და იცით, პრინციპში რაღაც თითის მიშვერით კი არა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ამენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეთი სახელწოდებით იქნება დღევანდელი ჩვენი, ესე ვთქვათ, საუბარი ამის შესახებ. ფერიცვალება. რას ნიშნავს ეს? ძირითადად არსებობს ქრისტეს ცხოვრებიდან, მეგობრებო, 7 ეტაპი. და მე მინდა მოდით გავიხსენოთ ეს 7 ეტაპი, 7-ვე. პირველი შობაა, ყველამ ვიცით ალბათ და ამას გრანდიოზულად აღნიშნავს აბსოლუტურად ყველა. შემდეგ მოდის ნათლისღება, იმიტომ რომ მოინათლა ჩვენი უფალი. და უმნიშვნელოვანესია, რომ ის გამოიცადა უდაბნოში. ჩვენ ყველას მოგვიწევს ამ გამოცდის გავლა. როდესაც, აი ვთქვათ, სკოლაში გამოცდებია და საერთოდ, ბავშვი რომ მიდის სკოლაში, უნდა რომ მასწავლებელმა არ გამოიძახოს. ხშირად ემალებია ხოლმე მასწავლებელს, ხო? არ ვიცი, მე ესე ვიყავი, თქვენ შეიძლება წარჩინებული ბავშვები იყავით, მაგრამ ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოხვდებით უფალთან, თუ ამ გამოცდებს არ გავივლით და რა თქმა უნდა არ ჩავაბარებთ. გესმით? ამიტომ რომ ადრე სკოლაში ჩარჩენაც იყო და აქ გამორიცხულია ეს, მაგრამ აუცილებლად გადაბარება მოგიწევს. და ნახეთ, როდესაც გაივლი უდაბნოს, მერე უკვე მოდის ფერიცვალება, იმიტომ რომ ეს ის გზაა, რომელიც იესომ გამოიარა ძვირფასებო. თავად მაგალითი და ნიმუში იყო იესო ჩვენთვის და ამის შემდეგ ის ავიდა ჯვარზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ უფალი გვეუბნება რომ ყოველ დღე, თქვი ყოველ დღე უნდა ვაცვათ ჩვენი ხორცი ნებებთან და გულისხმებთან ერთად ჯვარზე. და იცით, ძალიან ბევრი თითქოს აკეთებს ამას, მაგრამ თუ შენ ეს გამოცდები არა გაქვს ჩაბარებული და იცით, ნათლისღება რას ნიშნავს? ესე კი არა დასველება, როგორც ამბობს წმინდა წერილი. არამედ შენ მართლა მოკალი ხორცი და ის არის უკვე დაკრძალული, დამარხული, დასაფლავებული. ამის შემდეგ შეგიძლია შენ უკვე გააკეთო სხვისთვის რაღაცა, იმიტომ რომ რა რეზონია თუ სხვა შეიძლება რაღაცას მიუთითებდა რაღაცისკენ, მაგრამ შენ თავად არ იყო არასრულებდე მას. ჯვარცმის შემდეგ ქრისტე აღსდგა ძვირფასებო? ქრისტე აღსდგა? ქრისტე აღსდგა? შეგიძლია დღეს რომ გახვალ უთხრა ხალხს რომ ქრისტე აღსდგა. ცოტა მიიღოს ნოკაუტში ჩავარდეს, არ არის პრობლემა, იმიტომ წელიწადში ერთხელ აქვთ მათ ეს ზეიმი. ხომ აღდგარია ქრისტე? ხო მოსინჯე უთხარი ქრისტე აღსდგა თქო, აბა. დაფიქრდება გითხრას თუ არა, ან შეიძლება იფიქროს რომ რამე ხო არ დაგემართა. ამენ. აღსდგა ქრისტე. ამენ. და ამის შემდეგ ის ამაღლდა ძვირფასებო. და ნახეთ, რამ ნიშანდობლივია, რომ თქვათ ესე თქვათ 7 ეტაპია და ფერიცვალება ზუსტად შუაშია მოთავსებული. რა თქმა უნდა, დღესასწაულებია
აღინიშნება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ უფრო კონკრეტულად აღნიშნავთ ამა თუ იმ დღესასწაულს და ეს არ არის ჩვენთვის რაღაც თქვა ერთჯერადი, მუდმივად ცოცხალია უფალი. ამენ. მუდმივია უფალი. ის არ იცვლება. ხო, შეიძლება ჩვენი წინაპარი იყო, ჩვენ ვართ და მომავალი იქნება, მაგრამ იესო მუდმივად არის. გუშინ არის, დღეს არის, ხვალ არის, ღმერთზე არ შეიძლება რომ ესე თქვა ჩამოაყალიბო რომ ღმერთი იყო ან და ასე შემდეგ. კარგით. უფალს დიდება ძვირფასებო. ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით რომ ვისწავლოთ მორჩილება, ვისწავლოთ თავმდაბლობა, აი რა იყო, რისი მაგალითი იყო უფალი. ამ ყველაფრის ძვირფასებო, რომ ვიყოთ ერთგული და ვიყოთ წმინდა. არ ვიცი რამდენად აქცევთ ყურადღებას ამ პოზიციას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ იყავითო წმინდა, როგორც მე ვარ, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია უფლის ხილვა. ჩვენ სიწმინდეში უნდა ვიზრდებოდეთ, არა მხოლოდ თქვათ, ნუ ესე ვიყოთ. უნდა ვიზრდებოდეთ და მივდიოდეთ. შეიძლება დღეს ეკლესია თქვათ ვიღაცებს აძლევს ამ ტიტულს, თქვათ წმინდანი და ზოგი თავისი ცხოვრებით შეიძლება მართლა შეესაბამება ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ტიტულს მეგობრებო იძლევა წმინდა სული. წმინდა სული ვისზეც არის და ვისშიც არის, ის ავტომატურად არის წმინდა და უნდა გაუფრთხილდეთ სიწმინდეს. ამენ. ჰალელუია. არის შენში სული წმინდა. ჰალელუია. შეუბრუნდი შენს გვერდით ვინც არის და ალბათ სახელი იცი მისი და მიმართე. წმინდა ნიკოლოს. ამენ. უთხარი. ჰალელუია. ამენ. წმინდა ოშაკო. ჰალელუია. გესმით ძვირფასებო, იმით რომ წმინდა სულია შენში. ჰალელუია. ვისში წმინდა სულია. რა მნიშვნელობა და დატვირთა აქვს სული წმინდას ძვირფასებო. უნდა გაგწმინდოს. ამენ. უნდა მოგაშოროს სიბინძურეს. უნდა გაგიყვანოს ფონზე და გასწავლოს თუ როგორ იყო წმინდა. ჰალელუია. ღმერთზე დამოკიდებულება და სიახლოვე აისახება ადამიანის გამომეტყველებაზე, მეგობრებო. აი რატო არის რომ ექიმი ეუბნება პაციენტს, ხო? ის ხვდება ადვილად ფერის მიხედვით თუ რა ორგანოს დაავადება არის დაფიქსირებული, გესმით? ეგრეა? თუ ღვიძლის პრობლემა ყვითლდება, წვანდება ადამიანი ნაწლავების პრობლემის დროს, ეხლა ესეთ ფოთოლი წვანი არ ხდება, მაგრამ, ხო? თუ სიცხე აქვს და ანთება, წითლდება, ისე ადამიანი სინდისის კენჯნის დროსაც წითლდება. ხო? ბავშვს რო ეუბნები შენ გააფუჭე, კი ამბობს არას, მაგრამ ყურებიდან გაწითლებას იწყებს. ამენ და ფსიქოლოგიური მომენტებიც არის ვირფასებო, ეს სხვა თემაა და ეხლა მინდა რომ ამას მივყვე. ჰალელუია, მთავარია რომ ვიყოთ სულში და არ მივცეთ ეშმაკს, რომელიც ქურდია, მოხპაროს სიტყვას ვირფასებო, რომელიც არის შენთვის და რომელსაც შეუძლია შეცვლა. ის გცვლის ჩვენ. ამენ? კიდე შეიცვალო. ჰალელუია. დიდება უფალს. იესოს არ უთქვამს, რომ ჩვენ უნდა ვიზეომოთ და ვიდღესასწაულოთ ფერიცვალება. დენომინაციები აღნიშნავენ ამ დღეს, მაგრამ არ ვიცი და საერთოდ შეიძლება იციან ან უფრო მეტად მგონია რომ უმეტესმა არ იცის რას ნიშნავს ფერიცვალება. ხალხი სხვადასხვა აი ტრადიციულად ალბათ ყველა მიცით ხო? რა დატვირთვით არის ხშირად რაღაც სხვადასხვა სახის ხილს აწყობენ ხოლმე. ზოგი ამბობს რომ დრო არის რომ ეს ხილი მომწიფდეს და უხარიათ. ზოგისთვის რაღაც ხილის მწიფობის დრო დამთავრდა და ამ ყველაფერს უკავშირებენ. შეიძლება შენ კიდე გადმოცემებიდან გამომდინარე სხვა რაღაცები იცი, მაგრამ სულ აბსოლუტურად დიამეტრულად შორს არის ეს ყველაფერი იმასთან, რასაც ნიშნავს ვირფასებო ეს მოვლენა ფერიცვალება. ჰალელუია. მოდით ნახოთ თუ რას გვასწავლის სული წმინდა ამ საკითხზე. იმიტომ რომ ბიბლიაში სიტყვა ფერიცვალება საერთოდ არ წერია.
უბრალოდ ზოგიერთი თარგმანი ამბობს ამას. და მე მინდა ასევე ჩვენ ვნახოთ თუ ბერძნული გამონათქვამი როგორ აღწერს ამ სიტყვას. სამ სახარებაში საუბარია ძვირფასებო იმაზე, რომ იესო ფერი იცვალა მათესი, მარკოსსა და ლუკაში. შესაბამისად, მათეს მე-17 თავში, მარკოზის მე-9-ში და ლუკას 29-ში. სამივე რა მოხდა აქ? იესომ სამი მოსწავლე წაიყვანა მთაზე და რისთვის? ექსკურსიისთვის? პიკნიკისთვის? იმიტომ რომ ახალგაზრდებს უყვართ ხო პიკნიკებზე გადიან, რაღაცები მიაქვთ, შესაწველი, მოსახარში რაღაც ხო, დასასვენებლად რომ მიდიან, მაგრამ იესოს არ დაყავდა თავისი მოსწავლეები. დღეს ზოგი ეკლესია მიეჩვია და დადიან დასასვენებლად. მაგრამ იესოს არასოდეს არ დაყავდა თავისი მოსწავლეები დასასვენებლად. ალბათ იქ არის ნამდვილი ქრისტიანის, იესოს მიმდევრის დასვენების ადგილი. აქ უნდა ვიშრომოთ. ამენ? ნუ ხალხი მიდის ჯოჯოხეთში. ცოტა რაღაც პარადოქსალური რაღაცებია, რასაც შევეხები, მაგრამ მე ციტირებ ბიბლიას ვირფასებო. წაიყვანა მთაზე და ბიბლია ამბობს მაღალ მთაზე. და რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო ძნელდება, ესე ვთქვათ, შენი ყოფიერება. სუნთქვა, წნევის თამაში, ტვირთი გაქვს ზურგში, რთულია, არაკომფორტულია. ყველა უნდა დავდიოდეთ მთაზე. ამენ? ამენ. როდესაც მე წლების წინ ცხოვრობდი, მოღვაწეობდი რუსეთში, იქ, რა თქმა უნდა, ეს შოვინიზმი სულ იყო და ესე ვთქვათ, სხვა ერს, სხვანაირად მოიხსენიებდნენ და კავკასიელებს. არ ვიცი ახლა ქართველები რამდენად არიან კავკასიელები, მაგრამ ამბობდნენ, თქვენო ხა შავები ხართო და მთებიდან ჩამოდითო და ეკლესიაში, იცით რას ვეუბნებოდი? ამ რუს ძმებს ლოცვის მთიდან ვარ ჩამოსული მეთქი. ამენ. კი, ჩამოვარდი მთიდან, მაგრამ ლოცვის მთაზე ვიყავი ასული. ჰალელუია. ნახეთ, წაიყვანა მოსწავლეები მთაზე სალოცავად, ღმერთთან ურთიერთობისთვის ვირფასებო. ხედავთ კავშირს ფერიცვალებასა და ლოცვას შორის არის რაიმე საერთო? ახლოს არის სადმე? გესმეთ? იმიტომ რომ ღმერთთან სიახლოვე ცვლის შენს იერს და ცხოვრებას. ამენ? ჰალელუია. ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან მოზიარეობა, რომელიც დღეს ნაკლებად არის ქრისტიანის ცხოვრებაში და იცით, უფალე იმიტომ გვახსენებს ამას სულიწმიდის მეშვეობით, რომ რაღაც თითი დაგვიქნიოს კი არა, რომ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ის ისევ იქ არის და გველოდება. ამენ. 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 ეს მე ძვირფასებო. იცით, მას ყავდა შერჩეული, არა იმიტომ რომ მიკერძოებული იყო და ვიღაცები უფრო უყვარდა. უფრო მეტ პოტენციალს ხედავდა მათში და უფრო მიზღვნილი იყვნენ ისინი და ამიტომ. პეტრე, იოანე და იაკობი. ყველგან დაყავდა. რამოდენიმე ადგილზე იყო უფალი და კონკრეტულად ამ ხალხის ერთად დადიოდა. თუ ერთი იყო ვინმე, მაშინ კეფა მიყავდა, ანუ იგივე პეტრე. ამენ? და მე მინდა მერე უკვე სიმბოლურად ნახოთ თუ რა დატვირთვა აქვს ვიფასებო ამ ყველაფერს. იმიტომ ძალიან საინტერესო რამ არის. ჰალელუია. ვინც ვისთან ატარებს დროს, აი როგორც რასთანაც ხარ, ის სუნი გდევს. ამენ? ჰალელუია. თუ ღებავ რაღაცას, ამ საღებავის და კრასკის სუნი გაქვს. თუ თევზს წვავ, თევზის სუნი გაქვს. ესმე? თუ დილიდან საღამომდე ტელევიზორში ხარ და ტელეფონში, ამოშავებული გაქვს თვალები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ბიბლიასთან ხარ, თუ ღმერთთან ხარ, მაშინ იქნები იმისი ანარეკლი, რასთანაც ხარ და იმიტომ გაბწყინდა უფალი, რომ მან აირეკლა უბრწყინვალესი ღმერთი
და რასაც დაარქვეს უბრალოდ ფერი ცვალება, რომ ფერი შეეცვალაო იესოს. აბა როგორ უნდა აღეწერათ ეს ყველაფერი? ამენ ძვირფასებო. ჰალელუია. დღეს ძალიან ბევრი საცხია მოგონებული და არ ვიცი, მე მგონი მამაკაცებმაც დაიწყეს ამ შპაკლის წასმა სახეზე. და იცვლება ფერი. თუ ღია ფერის აქვს ადამიანს კანი ცოტათი წითელ რაღაცებს ისვამს. ასე ძვირი რად უნდა გაცნობ? პამადა წაისვი, გაუსვი რაღაც და გაწითლდება. ჰალელუია. დიდება უფალს. შეიძლება ფიქრობთ რა გაგეგება შენ. ჰალელუია. ნახეთ, უფალი ელოდება რომ ჩვენი ფერი იცვლებოდეს, ვიფასებოდა იცვლებოდეს მასთან ურთიერთობით. ამენ. უფალი ელოდება რომ შენ ფერი იცვალო, იმიტომ რომ ხარ მასთან. ჰალელუია. ლოცვა გაახლოვებს ღმერთს და ხდები მისი ანარეკლი. ამენ. კიდე ღმერთის ანარეკლი იყო რომ ირეკლავდე. სარკეში რო იცქირები, ვის ანარეკლს ხედავ? საკუთარი თავის. ამენ. როდესაც ღმერთში იცქირები, ხალხი ღმერთს უნდა ხედავდეს. ამენ. ჰალელუია. ხალხი უნდა ამბობდეს, ვერ გავიგე კაცო ეს ვინ არის რა. ძალიან მინდა ესე რომ თქვა, ეს რუსლანია თუ იესო. გინდა? და ეს შესაძლებელია თუ უფალთან იქნები მოზიარეობაში. ამენ. ეშმაკს გზაკვალი უნდა ერეოდეს შენი შემხედვარე და გარბოდეს და ამბობდეს იესო მოდის და გავიქცეთ. აი რას ნიშნავს ფერი ცვალება ძვირფასებო? შეიცვალო უნდა. იმიტომ რომ შენი არ ეშინია ეშმაკს, მაგრამ იესოს ეშინია. ჰალელუია. შენ ვერ დაამარცხებ მას, მაგრამ იესომ უკვე დაამარცხა და შენთვის დაამარცხა. ზეცისთვის არ დაუმარცხებია, ღმერთისთვის არ დაუმარცხებია, სულიწმინდისთვის არ დაუმარცხებია იესოს ის. შენთვის და ჩემთვის, კაცობრიობისთვის, რომ შანსი მიეცა გადარჩენის. ჰალელუია. რატომ არ აქვს დრო ადამიანს ბიბლიის კითხვისთვის და ლოცვისთვის? უთხარი შენს გვერდით ზის, ვინ ზის? რა იცის ამას რო ამბობს? გააქვს დრო ბიბლიის კითხვისთვის და ლოცვისთვის? ცოტა საინტერესო კითხვაა, ხო? პირდაპირ გადავდივართ საკითხზე. რატომ არ გაქვს დრო ბიბლიისთვის? რატომ არ გაქვს დრო ლოცვისთვის? რატომ არ გაქვს დრო ეკლესიისთვის? მაშინ, როდესაც რაც აკეთე იმ დროს, იმისთვის ხო გქონდა დრო? ეგრეა? არის ლოგიკური კითხვა? რატომ არ აქვს ძვირფასებო დრო ადამიანს? ვინაც მისცა დრო და გამოისყიდეთო დრო უფალი გვეუბნება. ამენ. შენ იცი რამდენი დრო გაქვს? დღეღამეში გაქვს 24 საათი დრო. ვინ თქვა რომ არ გაქვს დრო? გაქვს? შენ დღეღამეში გაქვს 24 საათიანი დრო. არც მეტი, არც ნაკლები. და როგორ გამოიყენებ მას? ამაზე მოგიწევს პასუხისგება, როდესაც მიხვალ უფალთან. ჰალელუია. ამენ ძვირფასებო. უბრალოდ არ გინდა რომ უფალს შესწირო დრო. სვერპლი გაიღო. ადამიანის ყური მიჩვეულია მხოლოდ ფინანსურ სვერპლზე. არის ქების მსხვერპლიც. ამენ. რამდენად უძღვნი თავს უფალს ქებაში. და არის ლოცვის მსხვერპლიც. რატომ ვერ ლოცულობს ადამიანი? რატომ არ სწირავს ადამიანი? ძუნწია.
ხარბია. რატომ არ ლოცულობს? ძუნწია და ხარბი თითქოს მისია ეს დრო, საკუთრება და არ უბრუნებს უფალს. ჰალელუია! რატომ არ აქებს? რატომ ძნელია ადამიანისთვის ლოცვა ძვირფასებო? ადვილი არ არის. ადვილია ჭამა. სულ ხო ჭამ? არის ვინმე ვინც იტყვის რომ მომბეზრდა ამდენი ჭამა. აღარ უნდა ვჭამო. აღარ უნდა შევჭამო საჭმელი რა. უფალი ლამის გეხვეწება იმ არ ხეო და იმას არ აკეთებ. რისი ისახარ შენ უარის მтвელი საჭმელზე? გესმით ძვირფასებო? არის ერთი კატეგორია. ფაქტობრივად ორი კატეგორია ადამიანებს, რომელიც არ ჭამს. ვინც ავადაა და მადა არ აქვს და ეხვეწებიან და დაძდევენ. და კიდე არის ერთი ძალიან მთავარი კატეგორია, რომელიც არ ჭამს საჭმელს და ესაა მკვდარი სასაფლაოზე. და შენ რომ არ ჭამს სულიერ საჭმელს და ბიბლიას, რომელსგან ეკუთვნები? მკვდარს შეუძლია უფალს აღგადგინოს კრეთით. თუ ავადმყოფი ხარ, გაგკურნავს. მაგრამ არ უნდა გააგრძელო. და ეს ყველაფერი იმიტომ ეზარება ადამიანს, რომ მსხვერპლია გასაღები ძვირფასებო, გებულობთ? მსხვერპლის გაღება არ უნდა. ჰალელუია! რატომ არ სწირავ დროს უფალს? შენ ზუსტად იმდენი ხანი გიყვარს ღმერთი, რამდენ დროსაც უთმობ ბიბლიას, ლოცვას, ეკლესიას. და როგორც არ უნდა აღიარებდე, მე მიყვარს ღმერთი, მატყუარა ხარ. თუ მასთან არ გაქვს მოზიარეობა. მაშინ მისი ანარეკლი უნდა იყო. აბსოლუტურად. ჰალელუია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მიძღვნა. რატო არ გინდა მიძღვნა? დაუსვი შენს თავს ეს კითხვა. როცა დაექვემდებარები დისციპლინას, რასაც უფალი დღესაც გვასწავლის, მერე დაიწყება შენი ფერიცვალება, შენი გარდაქმნა. როდესაც გახდები დისციპლინირებული. კომუნისტების დროს ახალგაზრდებს ახსოვთ, ხო? ლოზუნგები იყო ფაბრიკა ქარხნებში. არც ერთი ჩამორჩენილი და უდისციპლინო ჩვენს გვერდით. გახსოვთ? ბიბლიიდან აღებული ტერმინები ქონდათ. ვინც არ მუშაობს, არ ჭამს და ბევრი. ჰალელუია. დაიწყებს ხორბშეწირვა. იმიტომ რომ რასაც სწირავ ღმერთს, იმას გიბრუნებს. ფულს სწირავ, ფულს გიბრუნებს. ჯანმრთელობას სწირავ, ჯანმრთელობას გიბრუნებს. სიცოცხლეს სწირავ, სიცოცხლეს გიბრუნებს და მარადისობით. ამიტომ ნუ აძლევ შენს დროს იმას, ვინც ვერაფერს ვერ დაგიბრუნებს. წუთისოფელი არ მოგცემს არაფერს, ის ქურდია და მატყუარა. შენი დამღუპველი. ვის აძლევ დროს? ჩაწერე შენს კონსპექტში შენი სახელი, ტირე გაუსვი და მიაწერე. ვის აძლევ დროს? იესო ყველაფრის მაგალითი და ნიმუში იყო ძვირფასებო. რატო დადიოდა მამასთან სალოცავად? რა შეჭირდებოდა იესოს მთაზე ასვლა? ისე არ ქონდა კონტაქტი ღმერთთან? ის თავად ღმერთი. ჩვენ გვასწავლიდა, რომ მოვშორდეთ უნდა რაღაცეებს. დასასვენებლად კი არა, სალოცავად და სიახლოვისთვის, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი დასვენება, ყველაზე დიდი შესვენება, ყველაზე დიდი შვებულება და ყველაზე დიდი კურთხევა. ამენ. ღმერთთან ერთად უნდა ვაკეთოთ ყველაფერი ძვირფასებო. ის გვასწავლიდა, როგორ გაგვეგო რა არის ღმერთის ნება, როგორ გაგვეგო რა არის ღმერთის გეგმა. დღეს ღმერთის გეგმაზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ რადგანაც ეს დღესასწაულია, ვიფიქრე მოდით შევეხოთ, რომ გაიგოს ხალხმაც.
რომ რას ნიშნავს ეს დღესასწაული ძვირფასებო? ამენ? ვინ ხვდება რაზე ვსაუბრობ? ჰალელუია. ღმერთი გვასწავლიდა რომ გაგვეგო თუ რა უნდა გვეკეთებინა, რომ როგორ გქონოდა მასთან მოზიარეობა. ამენ? მოდით ნახოთ ლუკას მე-9 თავი. ეს ორი მუხლი. მე რა თქმა უნდა, მთლიანად წაიკითხეთ ეს თავები, რაც ფერიცვალება შეეხება ძვირფასებო, რომ კარგად ჩაიბეჭდოს თქვენში. ამ სიტყვებიდან 8 დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა ლოცად. ჩვენ გვასწავლის უფალი დღესაც ლოცვას ძვირფასებო. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა. აი რას ნიშნავს ფერიცვალება? თანდასწრებაში შევიდა, ღმერთის ცხებულება შეეხო. გებულობთ? ესე კი არ უნდა ილოცავ რაღაც ჩამოყალიბებული, არ არსებობს ლოცვანი, ერთგვარი წიგნი ლოცვის. ლოცვა საუბარია მამასთან. გესმეთ? არ შეიძლება მოთავსება ღმერთის რაღაცაში, ჩარჩოებში. შენ ელაპარაკები მამას. ჰალელუია. სხვათა შორის ერთადერთი რელიგიური წიგნია ბიბლია ძვირფასებო. ამიტომ სხვა წიგნებში ვერც უბედავენ ღმერთს, უთხრან მამა. მაგრამ ყურანი ამბობს რომ ჩვენ მონავართ ალახის. და ასე შემდეგ, მხოლოდ ბიბლიაში გვასწავლის ღმერთი რომ ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ შვილი. და ის არის მამა. არავის არ უთქვამს და არავის არცეთ ამ მიმდინარეობაში რომ ღმერთი მამაო. ამენ? ღმერთი გაგვეხსნა როგორც მამა ჩვენ ძვირფასებო. ჰალელუია. მისი სახის იერი შეიცვალა, ხოლო მისი სამოსელი მოელვარე და სპეტაკი გახდა. ანუ ნახეთ, თლიანად გადაედო ზეცა. გახსოვთ ადრე ხო მოსეც ძველაღთმაში. ისე უბწყინავდა სახე, რომ რიდე ჩამოიფარა. ხალხი რო არ დამწვარიყო. აი რას ელოდება ღმერთი შენსგან. ამენ? ამიტომ რომ იცი ღმერთი მოვა იქ, სადაც მას ეძებენ, სადაც მასთან არიან. ღმერთთან ვერავინ ვერ მივა. ამენ. და ღმერთმა გვასწავლა როგორ გქონდეს მასთან კონტაქტი. როდესაც ჩვენ მთელი გულით გამოიკეტები შენს ოთახში, მიდიხარ შენს მთაზე ლოცვის და იწყებ მოზიარეობას, უფალი გეხება. ამენ. ამიტომ ძალიან ბევრი როგორ ლოცულობს, იცი? უფალო, აგერ სია. აი როგორც ბაზარში მიდიან ხოლმე. ცოლი რო ქმარს გაატანს გიციას და ეს მომიტანე, ესეთი არა. აი ეს კარგად დაათვალიერე რომ ესეთი იყოს. ესე მიდიან ღმერთთან, აი, უფალო, აგერ ვარ? ხო, კაი ბიჭი ვარ. ეს მომეცი. აქვს ყველაფერი, რასაც ღმერთს გთხოვ რომ მოგცეს? რა თქმა უნდა. შენ რას აძლევ? ეხლა ამ ცალია შენთან რომ დავრჩე ამ თანდასწრებაში. იმ თანდასწრებაში უნდა წავიდე. წუთისობლის თანდასწრებაში. იმ ტრადიციაში უნდა შევძვრე. გესმეთ? მაგრამ ეს უნდა გამიკეთო ღმერთო. თუ გინდა შენთან ვიყო. და ესეთებს არ პასუხობს უფალი. ამიტომ ღმერთი ცოცხალია და მამაა. ამენ? იცი რას ნიშნავს ლოცვა ძვირფასებო? ღმერთო, მე მადლობას გიხდი, ეს მინდა. მაგრამ წინასწარ ვარ მადლობელი, მომცემ თუ არა, შენ მაინც ღმერთი ხარ ჩემი და მე მაინც ვარ კმაყოფილი. ამენ? და მე რა მოგცე უფალო? და დაიწყე დროის მიცემით. დანიშნე დრო, გამოყე ყოველდღე დრო, რომ მასთან იყო. თუ გინდა რომ ფერი იცვალო. თორე გექნება ეს ცუდი ფერი, არასწორი ფერი, დამღუპველი ფერი. ამიტომ იმისი ანარეკლი ხარ, რასთანაც და ვისთანაც ხარ. და
განსაკუთრებით ძვირფასება, იმიტომ რომ უფალი ამბობს, ხომ ცუდი საზოგადოება რყნის კეთილს ნეჩვევას. ციტრუსის კუთხეში იცის ყველა. კოლოფში, გოდორში, სავსე მანდარინით ან ციტრუსით ერთი რო გაფუჭდეს, ყველას ალპობს. რატომ? ჩემი საყვარელი კითხვა. დანარჩენი საღი ვერ კურნავს ამ ერთ დამპალს. გესმით? არ აქვს მნიშვნელობა როგორი კარგი ხარ შენ, წუთის ოფელში მის იერს ღებულობ, ფერსიცვლი და მისნაირი ხვდები, რომელიც ჩამოგაშორებს ღმერთს და გახდის მისნაირს. შეთვის ჩვეულებრივი იქნება, დასაწყისში რაც არაჩვეულებრივი იყო, დღეს ჩვეულებრივი მერე რა. მერე რა რომ შეიძლება ერთგვარი შეურაცხყოფაც არის ადამიანზე რო თქვა რომ ის მორწმუნე არ არის. და უფალმა თქვა ურწმუნოს უღელში თავი არ შეყო. რა მუსლიმის მორწმუნეა, კათოლიკეს მორწმუნეა, მართლმადიდებელის მორწმუნეა. რა მაბულინგებ? ღმერთი ხო სწამს, ამიტომ შეიძლება. უფალმა კონკრეტულად გითხრა ძვირფასებო. ამენ. რომ ფერი არ იცვალო. ღმერთი მაკიაჟს კი არ გაგიკეთებს რომ მისი ფერი გქონდეს. ძალიან ბევრი ესე მაკიაჟით დადის ეკლესიაში რომ თითქოს ღმერთის არის. მაგრამ შიგნით რა ხდება? ვისი ფერი გაქვს? მომყვებით მეგობრებო. ჰალელუია. მოელვარე და სპეტაკი გახდა. გაუფრთხილდი ამ ყველაფერს. მოელვარე და სპეტაკი უნდა იყო. ზეცას უნდა მოსწონდე. და ფერი იცვალა, იერი შეიცვალა, არის ბერძნული სიტყვიდან მეტამორფოზე. ალბათ გაგიგონიათ მეტაფორა გადატანითი მნიშვნელობით. აქედან გამომდინარეა ძვირფასებო, რაც გარდასახვას ნიშნავს, იერის შეცვლას, გარდაქმნას, გესმით? განახლებას, ანუ აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი. შეიცვალე უკვე. სხვანაირი გახდი. მისი მსგავსი, სუფთა და წმინდა. აი რას ნიშნავს? იმიტომ რომ ამ სიტყვაში ბერძნული მეტამორფოზაა გამოყენებული მეგობრებო. ჰალელუია. ღმერთი ყველას აძლევს შანსს ფერი ცვალების, რომ უფრო და უფრო ემსგავსებოდე მას. ყველას. ყველამ ვიცით ხო რომ იესო წოდებულია როგორც მეორე ადამი ძვირფასებო, იმიტომ რომ პირველმა ადამმა ვერ გაიარა ის ეტაპები. გესმით? უდაბნოში გამოსვლა ვერ გაიარა პირველმა ადამმა. ვერ აცვა ჯვარს თავისი ხორცი ნებებთან და გულისხმებთან ერთად. ამიტომ ის განიდევნა იმ 60-ის ბაღიდან და იესო გახდა მეორე ადამი, რომელმაც დაიწყო ამ გამოსვლის ჩაბარება და ჩააბარა. მსხვერპლ შეწირვის ნაცვლად თავად გახდა მსხვერპლი ჩვენთვის ვიფასებო. როგორ უნდა გახდე მსხვერპლი? უარი უნდა უთხრა კომპრომისებს, ხორცის გულისთქმებს, თვალთა გულისთქმებს, ამაოდიდებას, თავის მართლებას შეეშვა, გადაბრალებას ჩამოშორდე, მოუნანიებლობა. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენი დღეს ეკლესიაში. ადამიანი მოდის, თავისი თავი გაიმართლა რა, თვითონ არის თავისი თავის ღმერთი. თვითონ მოაგვარა, გაამართლა, არ ჭირდება მონანიება, ხომ დავდივარ უკვე, ესე იგი აღარ მაქვს რაღაც გულში. და ეს ყველაფერი არის სიამაყე ძვირფასებო, რამაც მოიტანა ცოდვა, რამაც მოიტანა პირველი ადამიანის სიზარმაცე, რომ არ ჩააბარა გამოსვლა და არ ისწავლა. მოიტანა წყეულება, მოიტანა ავადმყოფობა და მოიტანა სიკვდილი, იმიტომ რომ არ იყო ეს ყველაფერი მანამდე. ღმერთს არ შეუქმნია. გესმით? ეს ურჩობის შედეგი და ნაყოფია. ფერი იცვალა ადამიანმა. ღმერთმა როგორიც შექმნა, ისეთი არ გამოსულა პირველი ადამი იქიდან. გებულობთ? ჰალელუია.
წრეზე ხეტიალი, ერთი და იგივე. გითქვავს ეს ერთი და იგივეობა რატო არისო? შემოტრიალდე უნდა. დაანებო ამ ყველაფერს თავიდან ვერ შეგცვლის, პირიქით ჩაგძირავს. იესომ გადალახა დაბკოლებები, ცდუნებები, ხორცის დაკმაყოფილებები. ყველაფერი. მამის ნებისამებრ ლოცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. რაც აისახება ადამიანზე, მის სახეზე, მის გამომეტყველებაზე. ამენ. როდესაც მამის ნებისამებრ ლოცვობ, შენი ნებისამებრ კი არა. შეწყვიტე შენი ნებისამებრ ლოცვა. არასოდეს არ ილოცო შენი ნება რა არის. ღმერთმა იცი შენზე უკეთესად რა არის შენი ნება. უფალო შენ რა გინდა? და რომ მოვიცლი მოვალ კი არა. ტოვებ ყველაფერს, რომ შენი ნება აღვასრულო. აი ესეთ შემთხვევაში ღმერთი აღასრულებს შენს ნებას. ამენ. ჯერ შენ აძლევ. შენ თესავ და იმკი. ამენ. თუ არ დათესავ ვერ მოიმკი. დათესე ღმერთის ნება და ღმერთი მოგცემს ნაყოფს. ჰალელუია. და ასევე მას ყავდა იქ წარმოდგენილი ძვირფასებო ძველი აღთმის ორი უდიდესი წარმომადგენელი იესოსთან მოლაპარაკე. გაჩნდნენ მოსე და ელია. ძვირფასებო იესო მუდმივად ხაზს უსვამს რას? რჯული და წინასწარმეტყველებები. ასე იყო ჯულში, ასე იყო წინასწარმეტყველებებში. ამას ამბობდა რჯული, ამას ამბობდა წინასწარმეტყველი. მოსე უდიდესი რჯულმდებელი და კანონმდებელი. გესმით? რომელმაც დაადასტურა. და ელია უდიდესი წინასწარმეტყველი. ყველაზე დიდიაო. გესმით? საერთოდ ჯამში დღეს უნდა მოვიდესო ელია. რა თქმა უნდა, უფრო მეტად მე ვიხრები იქეთკენ, რომ სულიწმინდის განსახიერებაა და ეს სული შენში თუ იქნება, მაშინ აღასრულებ ამ ნებას. ამენ. და საინტერესოა ამ ყველამ. ნახეთ რა მოხდა ძვირფასებო. ძველმა აღთქმამ ესტაფეტა გადაცა ახალს და ჩვენ ვართ რიგში. ჩვენ უნდა ავიღოთ ესტაფეტა. აღვასრულოთ ჩვენი სარბიელი. განვლოთ. ამენ პატიოსნად და ახალ მომავალ თაობას გადავცეთ. ვის აძლევ შენს ესტაფეტას? მოყვება ვინმე? თუ არა, იცი რატო არ მოყვება? გაერკვია შენ ვის მიყვები, იმიტომ შენ თუ კონკრეტულად გაყვები ვიღაცას. ის არ მომწონს ამას როგორ უნდა გავყვე. შენ არ გეკითხება უფალი. შენ უნდა გაყვე აუცილებლად ვიღაცას. და როდესაც გაყვები, მოიხედავ რომ შენაც ვიღაც მოყვება. ამენ. შენ რო გაყვები, დაემსხრება ყოველგვარი ამპარტავნება და სიამაყე რა. ამას როგორ უნდა ეს ვინ არის? გახსოვდეთ ძვირფასებო რომ პირველნი უკანასკნელნი იქებიან და უკანასკნელნი პირველნი. ისეთი ვიღაც აღმოჩნდება შენს წინ, რომ გაგიკვირდება. ამიტომ უფალს მიყევი და შეწყვიტე რაღაცეების კონტროლს თავი. ჰალელუია. ქება ღმერთს. პეტრე, იოანე და იაკობი არის ახალი აღთმის წარმომადგენელი. ამენ. ისინი ძველი. და შუაში გამოვიდა იესო ქრისტე. ხმა მოვიდა. ამას უსმინეთ. რა არის დღეს იესოზე მოსმენა ძვირფასებო? იგივეა, უფალი ამბობს დღეს უსმინეთო იესოს. ეს არის ბიბლიასთან გაქვს ურთიერთობა, მყარი, უწყვეტი, მუდმივი, ლოცვებში, ეკლესიასთან, ერთგული ხარ, თავმდაბალი ხარ, მორჩილი ხარ, უბრალო. ამენ. აი როგორ ვაბარეთ გამოცდას. და რა გცვლის ჩვენ. დიდება უფალს. რატომ მაინც და მაინც ძვირფასებო ეს პიროვნებები და რას ნიშნავს აი ამ სამი კატეგორიის წარმოჩინება ამ სცენაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდი მანამდე მინდა თესალონიკედან ადგილი გაჩვენო ძვირფასებო, ხო პავლე მოციქული რო გვეუბნება. პირველად იესოს მობრუნებისას ვინც უფალში გარდაცვლილია, ისინი აღდგება მილენიუმში, 1000 წლოვან სამეფოში ერთად რო იყვნენ. ვერავინ ვერ დავასწრებთო მათ.
ვინც ჩვენები უფალში მორწმუნეები იესოს მიმდევრები გარდაიცვალნენ, პირველი ისინი შეეგებებიან უფალს. გესმით? შემდეგ კი ჩვენ ცოცხლად დარჩენილები მასთან ერთად ვიქნებით, რათა წებულნი ღრუბლებში, რათა აირში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ვის უნდა სამარადისოდ უფალთან იყოს? აქ იწყებს სამარადისოდ მასთან ყოფნას. აქ თუ მარადიულად არ ხარ უფალთან, ვერ მოხვდები. აქ თუ წუფთის ოფელთან ხარ სამარადისოდ, რისკავ და ფრთხილად იყავი. მიხვდით მეგობრებო? მე რა მინდა იმას არ აკეთებს უფალი. როგორ ვისმენ ხმას, აი ეს არისო ჩემი ძე და მას უსმინეთ. ამენ? თუ მას უსმენ ძეს, რომელზეც უფალმა გითხრა, მაშინ მოხვდები. აქ დავდივარ, მეც დავდიოდი იესოს უთხრეს. შენი სახელით ამას ვაკეთებდით, იმას ვაკეთებდით. და რა უთხრა იესომ, არ გიცნობთ. ურწმუნოებზე არ არის საუბარი. არ გიცნობ. ბოლოს ეკლესია გაიყოფა ორ ჯგუფად ძვირფასებო. თხები და ცხვრები. თხები ბევრი იქნება, ცხვრები ცოტა. ჯიუტი, ამაყი, თავნება. გესმით? თავაშვებული, უღელში რო არ უნდა თავი შეყოფა, ბევრი იქნება, მორჩილი და იესოს მიმდევარი ძალიან ცოტა. და დამსახურებისამებრ არ განაწილებს იესო ამ ხალხს. არამედ იმის მიხედვით, რამდენადაც ეს არის ჩემი ძე და მას უსმინეთ. ვის უსმენ? ვის უსმენ? საჭიროება, მეუღლე მთხოვა, დირექტორმა მითხრა, შვილმა მითხრა, შვილიშვილმა მითხრა, დამ მითხრა, მულმა, რძალმა, დედამთილმა, სიდედრმაც. ვის ხმას ისმენ? ესე გააკეთე და ვინმეს ყურთალ მიიტანე შენი ბაგი და ჩაახყიჟინე, მაგრამ უთხარ ვის უსმენ? ჩუმად მაინც უთხარი კაცო, ვის უსმენ? ამენ. ვის უსმენ? ნახე, ღმერთმა გითხრა იმას რომ უსმინო? რა თქვა ღმერთმა? ყველა. აი ვის უნდა უსმინოთ? ვინ არის დღეს? ბიბლია ეს. ამენ. ვის უსმენ? ჰალელუია. ჰალელუია, დიდება უფალს. მოუყვებით მეგობრებო. აი ხედავთ კავშირს ტრადიციულ ფერიცვალებასა და იმას შორის, რასაც ბიბლია გულისხმობს, რა არის ფერიცვალება? არის ახლო. რამე კავშირს იჭერ? სად არის ყველაფერი და შენ სად ხარ? დიდება უფალს. ნახეთ ძვირფასებო ეს კატეგორიები. მოსე წარმოადგენს ვის? გარდაცვლილებს, რომლებიც წმენაში იყვნენ, იმიტომ რომ ერთი უფალი რას გვაჩვენებს მეგობრებო, რომ ადამიანი უკვდავია. მოსე ხო მოკვდა და იცის ხალხმა რომ მოკვდა. მკვდარი როგორ იქნებოდა იესოსთან? ამენ. არ აქვს მნიშვნელობა როდის და უფლისთვის დრო არის განუსაზღვრელი პარამეტრებში. უფალში გარდაცვლილი იქნება იესოსთან. ელია ვის წარმოადგენს? მას სიკვდილი არ უნახია, ისე წავიდა. გესმით? არის თაობა, რომელიც სიკვდილს არ იხილავს. იესო რომ მოვა, არ ვიცი, გინდა ის თაობა იყო. მაშინ იქნები, არა, თუ არა და რა მნიშვნელობა აქვს? უფალში თუ თავარია უფალში გარდაიცვალო. ნუ გაშინია სიკვდილის. ჰალელუია. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა. მაინც რამეს ვერ უზამს სიკვდილს. ამენ. ჰალელუია. რომ მოვა შენი რიგი და მოგაკითხავს. თავარია უფალში იყო. ამენ. იმიტომ რომ წარს დგები მასთან. მერე
ვინც ცოცხალი იქნება იმ პერიოდისთვის, ამბობენ რომ შეიძლება ეს თაობა იყოსო, არ ვიცი. ნუ ჩვენ ვაკუთვნებთ თავს ამას, მაგრამ უფალმა იცის რა მნიშვნელობა აქვს, უფალში ვიყო მთავარია. ამენ. და მეორე ყველა დანარჩენი, ანუ მოსწავლეები ვინ არიან? ყველა ვინც უფლის მოსწავლეა, ის გადარჩება ძვირფასებო. გებულობთ ეს სამი კატეგორია ხალხის. გებულობთ ფერიცვალება რა არის? და რამდენად სიმნელეშია ხალხი. ჰალელუია. კარგით, ნელ-ნელა დავეშვათ მაშინ დასასრულისკენ. როდესაც ღმერთში ატარებ დროს, მის გამდიდებაში, მადლიერებაში, კმაყოფილებაში, ეკლესიაში, მაშინ შენი იერი, შენი ფერი იცვლება. ამენ. შენ სხვანაირი ხარ. შენ არ ხარ მათნაირი. დღეს წუთისოფელში არიან ძვირფასებო გადასახულნი, მორწმუნეები. 6 დღე წუთისოფელში არიან, 1 დღე გამოჩნდებიან, გამოანათებენ. მე ერთხელ ვიქადაგე, ციცინათელა გახსოვთ? ამბობენ გადაჯიშების გზაზეა, ადრე სულ ბევრი იყო. აღარ არის, სულ პატარობაში დავსდევდით ციცინათელებს. ნუ ჩემი თაობა, არ ვიცი. ეხლა არის ესე ხშირი ციცინათელებს ხედავთ? ამბობენ გადაშენების გზაზეაო. ბევრი ქრისტიანია ციცინათელა. კვირას ხან თვეში ერთხელ გამოანათებს და ნუ შენი არ ჩანს, ის არის. მაგრამ არ ჩანს. თქვი არ მინდა ციცინათელა ვიყო. ამენ. მინდა ვიყო პროჟექტორი. ჰალელუია. ანარეკლი უფლის. თვარე კი არ ანათებს, ანარეკლია ძვირფასებო. თავში არ აგივარდეს, თუ რაღაცას მიაღწიე. იცოდი ანარეკლი ხარ. შენ არ ხარ წყარო შუქის. შენ უფალი უნდა აირეკლო. დიდება მას. 1 დღე გამოჩნდებიან და მორჩა. მოდი ვნახოთ რომაელების მე-12 თავი ძვირფასებო. ძალიან ბევრს არ ესმის რა არის მსხვერპლი. როდესაც ადრე მსხვერპლი მიქონდათ, აი გაზარდა დიდი ხარი და მიიყვანა სამსხვერპლოზე ადამიანმა. როგორც კი, თქვი როგორც კი, ერთი წუთით მე მომხედეთ და მე ჩაწერეთ. როგორც კი მსხვერპლი მიგაქვს სამსხვერპლოზე. იმახსოვრებ? ის შენი აღარ არის. როგორც კი მიიტან შენი აღარ არის. ნუ ცოტა ადვილად და მხიარულად იცით როგორ აგიხსნით, სადმე მიდის სტუმრად, რაღაც მიიტანი და გინდა რომ პატარა გაჭამონ ის. ის შენი არ არის, ნუ გაქვს პრეტენზია იმაზე. ამენ. მე შენ მოგიტანე ნესვი და ერთი ნაჭერი ჩამომიჭერი რა. და რომ მოდიხარ იქ და ნახე არ მაჭამეს. ვიგზნობს კარგად თავს დღეს აქ. გიხარია? ინანებდი დღეს რომ გაგესტინა ეს კრებული? გელა იძახის კიევა. შეიძლება გიკვირს საიდან გაჩნდა ეგ, რა უნდა. ფერი იცვალა. ჰალელუია. გესმით? ეს ბევრი ინანებს, მაგრამ არ დაგრჩეს არასოდეს სანანებელი, იმიტომ რომ საქმე მქონდა. ძვირფასებო, პავლე მოციქული ამბობს და იყენებს სწორედ ამ სიტყვას, მეტამორფოზე, გარდაქმნა. გევედრებითო, წარუდგინეთ თქვენი ხეული ცოცხალ და წმინდა სასურველ მსხვერპლად. რას ნიშნავს? როცა უფალს წირავ შენს თავს, ეს ნიშნავს რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი ხარ და იესოს ხარ. აი რა არის ძვირფასებო მოსწავლეობა და ქრისტიანობა? ადამიანს გონია ქრისტიანი, ნუ მინდა მივალ, მინდა შევწირავ, მინდა ვილოცებ, მინდა დავეხმარები ეკლესიას რამე საქმე თუ არის. აი მითხრან და გავაკეთებ ეკლესიაში რაღაცას. შენ თუ მსხვერპლი ხარ, შენ კი არ უნდა გადაწყვიტო. უფალო აგერო ვარ და გამომიყენე. გესმეთ? ეს არის ის, ვინც ისმენს ზემოდან მოსულ ხმას, ამას უსმინეთ.
და მიყვება იესოს. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისობას არამედ გარდაისახენით. აი ფერი ცვალება სად არის? თქვენი გონების განახლებით განიახლე გონება. ამენ. ნუ ღარ ფიქრობს როგორც წუთისოფელი ან როგორც ადრე ფიქრობდი. და ამის შემდეგ შეიცნობ რა არის ღმერთის ნება, იმიტომ ის არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. შენი ნება არ არის კეთილი. თქვი ჩემი ნება არ არის სრულყოფილი და სასურველი. მხოლოდ ღმერთის ნება. ამენ ძვირფასებო. ჰალელუია. მოდით ნახოთ დერეკ პრინსი რას ამბობს. ღმერთი ეცდება შეგცვალოს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან. რელიგია ადამიანს ცვლის გარედან. ეუბნება რა ჩაიცვას, რა თქვას, რა ილაპარაკოს, რა გააკეთოს, რა დალიოს, რა ჭამოს. გესმით? ხოლო ღმერთი ცვლის შიგნიდან. როდესაც თქვენ იწყებთ სხვანაირად ფიქრს, მაშინ დაიწყებთ სხვანაირად ცხოვრებასაც. ღმერთი არ არის დაინტერესებული გარეგნულ ცვლილებაზე, რომელიც ვერ ეხება შინაგან არს. თუ გინდათ რომ გქონდეთ განახლებული გონება, ვის უნდა განახლებული ტვინი გქონდეს? ქრისტეს ტვინი გვაქვს უფალი ამბობს ვირფასებო. თუ ისე იაზრო როგორც წუთისოფელი არ გექნება ქრისტეს ტვინი. თუ უფალს მოусმენ, მაშინ გექნება. ამენ. მაშინ უნდა მიუძღვნა შენი სხეული ღმერთს განახლებული გონებით. და არა სხეულით, რომელიც მიზღვნილი არ არის. გებულობ ძვირფასებო. ჰალელუია. ტვინი. აი ესეთი ისაა, ხო? ადრე კომუნისტებმა ესექნეს დაწესეს და ხალხი ბრმად მიყვება ამას, რომ ხშირად უნდა გააკეთოს ეს გენერალური დარაგება, უბორკა. და დღესაც ამას აკეთებს ზოგი. ნახეთ, შემდეგი ილუსტრაცია გვაქვს ცოტა იუმორული. ტვინს ნამდვილად სჭირდება გენერალური დასუფთავება. ამენ. დაალები ამ სახლის ხეხვას თავი. აქ მოახდინე უბორკა. სჭირდება? ჰალელუია. ქება უფალს. თქვი ქება უფალს. ჰალელუია. მოდით შემდეგი ვნახოთ ძვირფასებო. ჩეიმბერსნია ძალიან კარგ რაღაცას ამბობს. ქრისტიანის ხასიათი ვლინდება არა კეთილ საქმეებში, არამედ ღმერთის მსგავსებაში. თუ ღმერთის სული გცვლის შიგნიდან, მაშინ შენ გამოავლენ შენს ცხოვრებას არა როგორც ადამიანურს, კეთილი თვისებებით, არამედ როგორც ღვთაებრივის. გენიალურია. ამენ. კეთილ საქმეს ვინც აკეთებს, ესე იგი კარგია, დღეს ესე ფიქრობენ. მოდი რაღაც სიკეთე ხო არის საქმე, ცოტა გამოუშვა. ღმერთი უნდა გამოავლინო შენ, ღმერთს უნდა ირეკლავდე, ღმერთს უნდა ასხივებდე, მხოლოდ და მხოლოდ. ჰალელუია. გახდი ქრისტეს მსგავსი. ჰალელუია. მოდით შემდეგი ვნახოთ ძვირფასებო. იმარჯვებს არა ის, ვინც შეძლო ეჩვენებინა თავისი ხასიათი, არამედ იმარჯვებს ის, ვინც ვერ შეძლო ეჩვენებინა თავისი ხასიათი, არამედ ქრისტეს ხასიათი გამოევლინებინა. აი ვინა გამარჯვებული, ვინც არა ბიჯო. შენ როგორ, არა. ეს ადამიანური ხასიათია. და ღვთაებრივი როგორია, იცი? იყავი მართალი შენ კაცო. დაურჩე დაზარალებული. ამენ. აი რა არის დღეს დეფიციტი მეგობრებო. ქება და დიდება ჩვენს უფალს. წერეთლის გენიალური, ესე ვთქვათ, პოემა გახსოვთ, ხო? თაქვს რომ მოუნდა ჩიტობა. მე თითქოს ღამურა გახდა, მე არც იქ მიიღეს და არც ეს კაცი რო იძახის, რომ თავი რაფერ მე ვიკლავ, ამბობენ იქ არ მიგიღებენო და აქაც ვერ ვცხოვრო და იქაც არ მიმიღონ, რა ვქნაო. ხო გახსოვთ ეს ცნობილი? ნახეთ, თაგვის, ესე ვთქვათ რა.
თაგვებას გამოაგდეს, ჩიტებმაც ჩაანისკარტეს და არსად არ არის. დღეს ესეთი ქრისტიანებია ბევრი ძვირფასებო. არც აქ არიან და არც იქ. იქ არღებულობენ სექტანტია, აქ იმიტომ რომ იქაური ყაიდით ცხოვრობს და ვერ გაურკვევია ვინ არის. იმიტომ რომ ანარეკლია გაურკვეველი. მიხვდით? ადრე რომ რადიოს ვაწყობდით, ვის გახსოვთ? ზუსტად სწორი სიხშირე უნდა გენახა, თორე ასეთებს შობოდა, ან ტელევიზორი. სულ ეკანებოდა ასე ტელევიზორი, თავზე რო ურტყამდით, გახსოვთ? ახალგაზრდებო. და რაღაც მომენტი უნდა დაგეჭირა, რომ გაგეჩერებია. ან ანტენა ზევით ვიღაც ავიდოდა და აქეთ მარცხნივ. ბოლოს ამდენს გადმოუგდია, ვერ დაიჭირეს ეს. ჰალელუია. ამენ ძვირფასებო. ჩამოყალიბდი რა გინდა? ვინ ხარ? დიდება მას. მოდით მოსეზე წაიგითხავთ ერთ მოსაზრებას კიდე. მუდის გამონათქვამია. 40 წელი გაატარაო მოსემ სასახლეში და ფიქრობდა რომ ვიღაც იყო. იმიტომ რომ მაგრად ცხოვრობდა განცხრომაში. ამის შემდეგ 40 წელი გაიქცა უდაბნოში, რომ გაეგო ღმერთის გარეშე რომ არავინაა. და ბოლოს 80 წელი რომ შეუსრულდა, მერე მიხვდა რომ არავინ შეიძლება ვიღაცა გახდეს, მაგრამ ღმერთში. გესმეთ? და შენ 12 დღეში გინდა რაღაცების მიღწევა. მე მოვედი ეს გავაკეთე, ახლა წამომწიეთ. განსაკუთრებული პატივით მიიმიღეთ და მომესალმეთ. გესმით ძვირფასებო? ჰალელუია. არ მოაშორო მზერა იესოს, დანარჩენებს მოშორდი და გარდაისახები მასში. მოდით ბოლო ადგილი და დავასრულოთ ძვირფასებო. ჩვენ კი ყველანი რიდი ახტილის სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას. ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით. დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან. გესმეთ? აი რა არის იმისი ცხოვრება და რას გავს, რომელიც უფალს მიყვება, იცვლება და უკეთესი ხდება. ამენ? დიდებიდან დიდებაში. პატივიდან პატივში. წვენიდან წვენაში იზრდება ძვირფასებო. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ემსგავსები. არა წუთისოფელს რომ ემსგავსო. როგორ ბაძავენ დღეს წუთისოფელს. იმ სახეობმა ეს გააკეთა, ლამის რას იცვამს, ყველაფერს იმას იცვამენ. მისი ხმის ტემპს ამსგავსებენ, მიმიკებს, ყოფაქცევას. გესმით? ჟესტებს პოზირებენ. მაგრამ იესოს უნდა ბაძავდე და უფრო ემსგავსებოდე იესოს. აი რა არის მთავარი ანარეკლი. ამენ. ფარისეველი და მებაჟე გახსოვთ? რა კარგია რომ ესეთი ცუდი არ ვარ. აბა იესოს გვერდით დადექი და თქვი. გავარ იესოს. ვარ მისნაირი. გინდა მისნაირი იყო. იესოს სახელით. რაიმე გარდასახვევი მოხდა დღეს შეზღონებაში. ჰალელუია. მაშინ ყველა ვინც გარდაისახა დღეს თქვა ამენ. დიდება ჩვენს უფალს და ქება ძვირფასებო. ჰალელუია. მოდით წამოვდგეთ.